უახლოეს მომავალში საქართველოში მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების მიზნით ელექტრონული სისტემა დაინერგება. ამის შესახებ სასტუმრო რადისონში 4-მხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს კახა კალაძემ, ხათუნა გოგალაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორმა და ნორვეგიის წყლის რესურსების წარმომადგენელმა მოაწერეს ხელი. პროექტის განხორციელებისთვის ნორვეგიულმა მხარემ საქართველოს 2 მილიონამდე ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. ითვალისწინებს გრანტს 1.800.000 ევროს სახით ჩვენ ნორვეგიული მთავრობისაგან ვიღებთ, რომელიც გამოყენებული იქნება ორი მიმართულებით. ერთი იქნება ის, რომ საქართველოში არსებული მდინარეების ჰიდროპოტენციალის განსაზღვრა მოხდება, რა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი მოხდება ელექტრონულად იქნება ამ ყველაფრის აღრიცხვა და მომავალში გაამარტივებს ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობას იმისთვის, რომ პროექტები, რომლებიც მომზადებული იქნება ინვესტორებისთვის, ტექნიკური, ეკონომიკური მხრივ ძალიან გამარტივებული იქნება ამ ყველაფრის გაკეთება. მონაცემების ელექტრონულ ბაზებში გადატანა, მათი სისტემატიზაცია იქნება ძალიან გამოყენებადი. იქნება პროგნოზების დადგენისთვის, წყალდიდობა, წყალმოვარდნების, იგივე სხვადასხვა სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის, იქნება ეს ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა თუ ეკონომიკის სხვა დარგები. ანუ ასეთი მონაცემების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და წყლის რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას და მათ რაციონალურ გამოყენებას.